მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს არის 26 თებერვალი და როგორც ტრადიციულად ვიმყოფებით მერაბის ეზოში და ჩვენს გადაცემებს ვაგზელებთ. ისევ ბატონ გურამი მაქაც არია. ბატონ გურამ, მოგესალმებით. მოგესალმებით სრულიად საქართველოს. ადონებო, დღეს გახლავთ 26 თებერვალი, გუშინ გახდათ 25 თებერვალი, რუსეთის იმპერიის, ბოლშევიკური იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე და ჩვენთან დღეს სტუმრათალი დედაო მარიამი, ერში ცნობილი როგორც ხალბატონი ია ბაგრატიონ მუხრანელი და ამ თემასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევეხოთ. მე მანამდე მოყვები ბატონი ზვიადისა და კონსტანტინეს ურთიერთობას აფხაზებთან. კონსტანტინე გამსახურდია ბებია გახდათ ჟარამხან მაანი შარაშენიძე, შერვაშიძე, რომელიც გახდათ აფხაზი დიდგვაროვანი და ამიტომ ზვიადისთვის ქართველი და აფხაზი ერთი ცნება გახდათ. მე მინდა ამასთან დაკავშირებით ბატონი ზვიადის ნათქვამი გავაგრძელო. ერთი თვე არ დამაცალეს, ერთი თვე არძიმბასთან მოლაპარაკებული ვიყავი, საქართველოში პრემიერ-მინისტრად ნიშნავდი და აფხაზეთსა და საქართველოს აყვავებას ავაყვავებდი და ვიშრომებდი სერიოზულად. მაგრამ მოგეხსენებათ, ავად სახსენებელი შევარდნაძის მიერ ყველაფერი იქნა ჩაშლილი. 94 წელს იზვესტის რედაქტორმა თავის რედაქტორის არხზე ჩაწერა შემდეგი კითხვა შევარდნაძისადმი: საიდან აქვს თქვენ შვილს იმდენი ფული, რომ საფრანგეთში საერთო ქონებით მესამე ადგილზე გახლავთ, მილიარდები? ამისი პასუხი არის ბატონებო, ბატონ გურამ ნიკოლეიშვილის გადაცემაში, რომელიც მან ობიექტივში ჩაწერა დათო გულუასთან ერთად 1-3 წლის წინ, სადაც ისინი იხსენებენ 15, 16, 17 მარტის ბრძოლებს გუმისთასთან და ეს ორი გენერალი ზის და ამბობენ, რომ ავამარცხეთ მტერი, მივედით შევარდნაძესთან და ვუთხარით, რომ ბატონო ედუარდ მტერი დამარცხებულია და საზღვარზე უნდა გავიდეთო. მან ჩაიკირკილა და გვითხრა, მე მაგისი უფლება არ ამაქვს. მაშინ მივხვდით, რომ შევარდნაძეს აფხაზეთი გაყიდული ქონდაო. ასეა ბატონებო, იზვესტიის რედაქტორის მიერ მითითებული არის ასტრონომიული ციფრი 15-17 მილიარდი დოლარი, რომელიც შევარდნაძემ აიღო აფხაზეთის ჩაბარებაში. მე 99 წლის მარტში გალში იყო დიდი მიტინგი საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც იდგა ტრიბუნაზე ბაგრატ შინკუბა. ქართველმა რუსთაველის საზოგადოებამ იქ მოაწყო დიდი მიტინგი, დაახლოებით 40,000 კაცი იდგა ტრიბუნაზე, სადაც მე მივმართე ბაგრატ შინკუბას და შევახსენე ერთი წლის თეატრე ოპერის თეატრში მისდამი გადახდილი იუბილე, მოღვაწეობის 50 წელი და დაბადების 75 წლისთავი, სადაც აფხაზმა ისტორიკოსმა შალვა ინალიფამ თქვა შემდეგი: მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისელი მეცნიერის ნათქვამი, როგორი კაი ხალხია ეს აფხაზები, მაგრამ სამწუხაროდ 30-50 წელიწადში მათი ხსენებაც აღარ იქნებაო და შევახსენე ბაგრატ შინკუბას, რომ სანამ ქართველებთან იქნებით, მანამდე თქვენ არაფერი არ გემუქრებათ, თქვენ ხართ ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკა, რომელსაც გააჩნია საკუთარი ენაზე ტელევიზია, უნივერსიტეტი საკუთარ ენაზე, სწავლება უმაღლეს სასწავლებელში და სკოლებში უმაღლეს ენაზე, აფხაზური თეატრი, სანამ ქართველებთან იქნებით, არაფერი არ გემუქრებათ და შევახსენე ასევე მახაჯირობის დროს, როგორც არასაიმედო ერის გადასახლება რომ მოაწყო რუსეთის იმპერიამ, მთლიანად გააქვო მიხები კავკასიიდან. მაშინ შევახსენე ილია ჭავჭავაძისა და კოტე აფხაზის დიდი ღვაწლი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აფხაზები დარჩენილი იყვნენ საქართველოში და დაბრუნებული იყვნენ მახაჯირობიდან აფხაზები. და თან გავაფრთხილე ორივე მხარი, ქართველების და შინკუბაც
რომ აქ მოსალოდნელია ისეთი სისხლისღვრა ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომ ყარაბაღი მონაგონი იქნება და შინგუბას უთხარი, რომ თქვენ როგორც აფხაზეთის მწერალს და ავტორიტეტს თქვენ გექნებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, იგივე უთხარი ქართველებსაც ბატონებო. ახლა ისევ და ისევ რახან კოტე აფხაზს შევეხედა 25 თებერვლის ამბებს, მინდა აღნიშნო, რომ ის ხალხი, ვინც საქართველოსთვის იბრძოდნენ, არიან უდიდესად დასაფასებლები, ჩვენ წმინდანებად გვაქვს შერაცხილი ჩვენი დიდი მეობრები, შალვა ელიზბარ ბიძინა, შალვა ახალციხელი და სხვები და ახლა ქალბატონს დედა მარიამს აქვს თავისი სათქმელი და სათქმევარი და თხოვთ ქალბატონო მარიამ. დიდი მადლობა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ თებერვალი ძალიან რთული თვეა და საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც სისხლისღვრიის და უსამართლოების თვე. გუშინ იყო 25 თებერვალი. 25 თებერვალს, როდესაც მოღალატე ორჯონიკიძემ აფრინა დეპეშა მოსკოვსო თბილისზე წითელი დროშა პრიალებს, ეს იყო დასაწყისი ჩვენი 70 წლიანი უბედურებისა. 70 წელს გაძლო საბჭოთა ხელისუფლებამ და რომ არა ზვიად გამსახურდია და მე რა ვკოსტავა, რომლის ეზოში ვართ დღეს, ჩვენ ალბათ დამოუკიდებლობას არ ვეღირსებოდით და ეხლა ახლანდელი მთავრობა რომ სასამართლოს უწყობს სააკაშვილის რეჟიმს, ერმა უნდა მოაწყოს სასამართლო შევარდნაძის რეჟიმს და რაც მოხდა 90-91 წელს. ესე იგი უბედური და ტრაგიკული პიროვნება იყო ბატონი ზვიად გამსახურდია, მაგრამ მშვენივრად იცოდა რა ბედის არის საქართველო, რა საქართველოს ისტორია და მოასწრო ძალიან ბევრი და ჩვენ ისიც ვერ გავაკეთეთ შვილებმაც და სხვამაც, რომ ვერ გამოვიძიეთ მისი მკვლელობის მიზეზები და ვინ იყო იმ ჯალათების სახელები არ ვიცი. თუმცა ბატონ ზვიადს ფეხები და ხელები დაჩეჩქვილი ჰქონდა, როგორც მითხრეს, წამებით მოხდა და ძალიან ბევრი რამ მოასწრო. ბატონმა გურამმა ახსენა კოტე აფხაზი. თვით გვარი გვიჩვენებს ეთნონიმი აფხაზეთის და აფხაზეთი, მე არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ უამრავი ისტორიული დოკუმენტი წავიკითხე და აფხაზეთი იყო დასავლეთი საქართველო, დედაქალაქით ქუთაისში. ბატონი ზვიადის ბებია ახსენა და თვით ქალბატონი ზვიადის დედა მირანდა ფალავანდიშვილი და მამა კონსტანტინე გამსახურდია საოცრად იყო შერწყმული დასავლეთის და აღმოსავლური გენი და ბატონ ზვიადში ეს საოცრად გამოვლინდა. მას ისევე უყვარდა აფხაზები, როგორც ქართველები და მეგრელები და სხვები და პირადად მე მითხრა, რომ ყველა გვარი, რომელიც ბაზია დაბლოებული, შინკუბა, აძიმბა და ეს ლაზური გვარებია. და აქ ახსენეს ბაგრატ შინკუბა, მე ჩამოვართ მას ბოლო ინტერვიუ, როდესაც მისი რომანი ბოლო უბიხი გამოვიდა და ტრაგიკული ისტორია ერის განადგურების, მე ვკითხე, როგორ ფიქრობთ, უკვე მაშინ იყო სეპარატისტების ფარულად მათი იდეოლოგი და ლიდერი იყო და მან თქვა, რომ მე ორი შვილი მყავს. მეუღლე მშვენი ქალბატონი მეგრელი იყო, ულამაზესი. ხო და ერთი შვილი საქართველოს ცეკაშია, მეორე მოსკოვის ცეკაში. ესე იგი აი ამ ფაქტით უკვე დასტურდებოდა, რომ უყურებდნენ ვინ გაიმარჯვეს და ვინ გაიმარჯვა ეხლა. არა აფხაზებმა, არამედ ერის მტრებმა, აფხაზების მტრებმა, ქართველების მტრებმა, იმიტომ რომ მახაჯირობის დროს თუ 50,000 აფხაზი გაასახლეს თურქეთში და საუკეთესო გვარების წარმომადგენლები, თქვენ ალბათ გაქვთ წაკითხული, მე ძალიან დიდი ინტერესი
წავიკითხე ნატო მარშალიეს წიგნი აფხაზეთის არისტოკრატიაზე. შერვაშიძეები ემყარები და ასე შემდეგ იქ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია და იქ წერს რომ მას სპეციალური წიგნი უძღვნა არზაყან ემყარს. ვინ იყო არზაყან ემყარი? უძველესი გვარის წარმომადგენელი და პირველი ესე იგი რომ არა მისი მეცადინეობით აფხაზეთი შემოვიდა 21-ში საქართველოს იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და სათათბირო ხმით იყო კრების წევრი არზაყან ემყარი. საოცარი პიროვნება, თქვენ ალბათ გახსოვთ ეროვნული მოძრაობის ჟამს ყველა მიტინგს ესწრებოდა გივი ემყარი. ეს გივი ემყარი მისი შვილი იყო, რომელიც საქართველოში დარჩა და ბატონი არზაყანი დიმიტრი ემყარი ჩეხეთში პრაღაში დაასრულა სიცოცხლე და მხატვარი აფხაზეთიდან და მოქანდაკე ნუგზარ მგალობლიშვილი მან პანო გააკეთა პრაღაში და იქ არის შერაცხული როგორც აფხაზეთის ეროვნული გმირი. გარდა ამისა, კოტე აფხაზს მინდა დაუბრუნდე, მისი საერთოდ ანჩაბაძე იყო. მისი წინაპარი როსტომ მეფის დროს გადმოსახლდა, იმიტომ რომ თურქეთის გავლენა ძალიან გაძლიერდა აფხაზეთში და მეფემ უბოძა მას სახლი და მამულები კარდენალში. ეს იყო ჩვენი ბოლო წინამძღოლი და იმის მე რომ გავიგე რომ წინამძღოლი იყო საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოსი, უпростურად მაშინ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულო იყო და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულო, რომლის ხელმძღვანელი იყო დათა ნიჟარაძე. და აი მაშინ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი. ეროვნულ ყრილობაზე 1917 წელს, როდესაც სოციალისტები და ჟორდანია და მისთანები მარტო მესამე დღეს მისცეს კოტე აფხაზს სიტყვა, კოტე აფხაზმა თავადაზნაურობის სახელით მთელი ქონება თავადაზნაურობის თბილისში ეს ელექტროსადგური იყო, მეფის ნაცვლის სასახლე, უამრავი შენობა ღირსეული გიმნაზიების და თქვენ იცით ალბათ რომ თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა იყო მერე რომ გადაკეთდა უნივერსიტეტად. კოტე აფხაზი თითქმის ყველა ეროვნული საქმის სათავეში იყო. გარდა იმისა რომ ილიას დიშვილი იყო, დედამისი ნინო იყო უფროსი და ილია ჭავჭავაძეს. ილიას მემკვიდრე იყო სულიერი და თუმცა არის ქუჩა კოტე აფხაზის, რაცა სახელმძღვანელოებში პატარ-პატარა მონაცემებია შესული, მაგრამ ჯეროვნად ეს უდიდესი პიროვნება არ არის შეფასებული. ჩვენ გამოუშვით წიგნი მიუძღვენით ამ კოტე აფხაზს, რომელიც თქვენ ახსენეთ ბატონ გურამ 24 წელი, მაგრამ უფრო დიდი მკვლელობა, ასე ვიტყოდი, საჯარო მკვლელობა გენერლების, ოფიცრების, ეროვნული ხალხის მოხდა 23 წელს 21 მაისს ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, გენერალი როსტომ მუსხელიშვილი, კოტე აფხაზი. კოტე აფხაზი მაშინ იყო 51 წლის და მას შესთავაზეს გაქცევა, მაგრამ მისი ფრაზა რომ გენერლები ჯარისკაცებს არ ტოვებენ, ეს არის ქართული და აფხაზური ხასიათის საუკეთესო გამოვლინება, მე მგონი. ჯარისკაცები არ ტოვებენ ბრძოლის ველს და არც ერთი ამ 15 კაციდან ჩვენ მობძებნეთ ეს ადგილი, სადაც დახვრიტეს ეს გვინდოდა რომ იქ ეკლესია აშენებული იყო, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ვიცი დაედოთ, მაგრამ სამწუხაროდ ჭეშმარიტად ეროვნული ხალხი და ეროვნული საქმე ნაკლებად აინტერესებს. შევარდნაძის რეჟიმის დროს მე აღარ ვიტყვი, როდესაც დააჩოქეს მთელი ერი, მერეც ასე გრძელდება და ჩემი და ჩვენი
მეგობრების და თავადაზნაურთა საკრებულოს წევრების თითქმის ყველას ერთიანი აზრია, რომ უნდა გასამართლეს არა მარტო სააკაშვილის რეჟიმი, არამედ საერთოდ რაც მოხდა 91 წელს, რამდენი გულანთებული ვაჟკაცი დაიხოცა, დახვრიტეს, მოსპეს, მათ ხსენებაც არ არის და ნიურნბერგის პროცესი უნდა დავიწყოთ იქიდან, რა მოუწყო საქართველოს. რაც შეეხება კოტე აფხაზთა წიგნს, ჩვენ ვეცადეთ ყველაფერი დოკუმენტებზე დაყრდნობით ეს მასალები, ასე დავარქვით, ზვარაკად შეწირულები და მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად შევალთ აფხაზეთში, მით უმეტეს მე მინდა რომ მსმენელმა და მაყურებელმა გაიხსენოს ჩვენი შესანიშნავი მოქანდაკე გოგა შვაცაბაია, რომელიც არის წარმოშობით აფხაზი, მან გააკეთა შესანიშნავი ძეგლი კოტე აფხაზის და მე იმედი მაქვს, რომ ეს ძეგლი დაიდგმება ვაკის პარკის შემოსასვლელთან, სადაც მათი დახვრიტეს ჩვენი გმირები და აფხაზეთში. ეს იქნება ახალი ფურცელი საქართველოს და აფხაზეთის აღორძინების საქმეში და მეგობრობის ძმობის დამკვიდრებაში. დიდი მადლობა. წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირების რას გვეტყოდი? წმინდან ჩვენ მოვაგროვოთ მასალები და გავაგზავნეთ საპატრიარქოში და იმედია რომ 21 მაისს როცა დახვრიტეს, ალბათ განხილული იქნება ეს საკითხი. მე ვფიქრობ რომ მე-20 საუკუნეში ასეთი ილიას მემკვიდრეა და ამის ნათქვამია. ეროვნული ბანკი, კახეთის რკინიგზა, უამრავი უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კომისიაში შედიოდა და ეს ჩვენი უნივერსიტეტი რომ არა თავადაზნაურობა და რომ არა ეს უდიდესი თანხა, რომელიც იყო ქონება შეფასებული 8 მილიარდ ფრანკად, ეს იყო საძირკველი პირველი რესპუბლიკის ეკონომიკური საძირკველი იყო მაშინ და ეს არაა დაფასებული, უცნობია მასებისათვის და ჩვენ ეს უნდა ალბათ თქვენთან ერთად და მოწინავე საზოგადოებასთან ერთად უნდა ისტორია შეუნარჩუნოთ ჩვენი წინაპრების დიდი ღვაწლი. მე გავიხსენებ ბატონებო, ამ ეზოში ტარდებოდა ზვიადისა და მერაბის მიერ დაიწყო ეროვნული მოძრაობა, შემდგომ ამას აგრძელებდა გიორგი კერვალიშვილი ჩვენთან ერთად და მე გავიხსენებ ბატონებო 80-იან წლებში ზვიად გამსახურდია მცხეთაში ჩაატარა საპროტესტო აქცია, ერთადერთი მოთხოვდით რომ ილია ჭავჭავაძე შეერაცხა წმინდანად. გიორგი კერვალიშვილი მაშინ 17 წლის იყო, საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაარბია ესენი და გიორგი კერვალიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით ცემა ერთი რუსის შეხედულების მქონე კაცმა იარაღის ტარით. მაგრამ შემდეგ გავიდა დრო და გიორგი კერვალიშვილი იყო ილია მეორის სტიქაროსანი და მეორე დღეს მას სტიქაროსნობაზე უარი უთხრეს. გავიდა დრო და თვითონ ილია მეორემ საქართველოს პატრიარქმა ილია ჭავჭავაძე შერაცხა ილია მართლად და წმინდანად. და მე იმედი მაქვს რომ საქართველოს სინოდი და საქართველოს ეკლესია შერაცხავს წმინდანად როგორც კოტე აფხაზს, ისე საქართველოსთვის დაახოცილ ყველა იმ დიდ გენერლებსა და პატრიოტებს, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს. აი ეს იმედი მაქვს და ჩვენი ასე ვთქვათ მერაბ კოსტავას ეზოში მყოფი საქართველოს პატრიოტების სახელით ამას შევთხოვ ქართულ სინოდს. მადლობთ. ახლა სიტყვას გადავცემ ბატონებო ბატონ დავით შონიას აფხაზეთის კვიდრს და ბატონო დავით ცოტა მოკლედ რას გვეტყოდით. გამარჯობათ იბერიელნო. იბერიელებში იგულისხმება ყველანი, ვინც ქმნის იბერიულ ერს.
რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ საუბარი გვაქვს და გვექნება კიდევ ბევრჯერ იმ მტკივნეულ საკითხებზე, რომელი მტკივნეული საკითხებია ჩვენს წინაშე. აფხაზეთი, სამარჩევი, ისტორიული, ძირძველი, იბერიული მიწაწყალი. ეს ყოველთვის იყო, არის და უნდა იქნეს იბერიის კუთვნილება, ანუ დღევანდელი საქართველოს კუთვნილება. ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ბევრი მტერი გვყავს. მეგობარი და მეზობელი უნდა მეზობლობდეს, მეგობარი უნდა მეგობრობდეს, მაგრამ ჩვენ ეს ღმერთმა რატომღაც აღარ გვარგუნა. ჩვენი მეზობელი მეზობელი არა, ჩვენი მეგობარი მეგობარი არა. ყველანი ისინი ცდილობენ როგორმე აი ეს იბერიული მიწაწყალი მიიტაცონ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დედამიწის ზურგზე ყველაზე უფრო უკეთესი ისტორიული ერი ვართ. მდიდარი ერი ვართ. მდიდარი ერი იმითი კი არა ვართ, რომ მეცნიერები ყავს, არამედ მდიდარი ერი იმიტომ ვართ და ის გაგვაჩნია, რომ ყველა ბრძოლაში ჩვენ ვიმარჯვებდით. მარტო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს კი არა, სხვა დროსაც და ამიტომ მოვედით დღევანდელ დღემდე. დღეს ჩვენი ერი გამოცდას გადის, იბერიელი ერი გამოცდას გადის და ეს გამოცდა ჩვენ უნდა შევასრულოთ წარმატებით. ჩვენ თუ არა, ჩვენმა შთამომავლებმა. აქ ითქვა კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ, ზვიად გამსახურდიას შესახებ, მერაბ კოსტავას შესახებ, კოტე აფხაზის შესახებ, შერვაშიძეების შესახებ. ყველა ესენი იბერიულ ერს ქმნიან, ქართულ ისტორიას ქმნიან დღეს. მე მინდა გავიხსენო, რომ გასულ საუკუნეში კონსტანტინე გამსახურდია უაფხაზეთოდ არ ვარგოდა. ყოველთვის ჩამოდიოდა იგი აი ამ ისტორიულ მიწაწყალზე, აფხაზეთში. და თუ მან თბილისში კოლხური კოშკი ააგო, აფხაზეთში ბიჭვინთასთან ახლოს ააგო აგარაკი, რომელსაც დაარქვა აფხაზური ოდა. ჩვენთვის ცნობილი არის მეგრული ოდა და აფხაზური ოდა. დღეს ამითი არის ცნობილი. და ეს აფხაზური ოდაში კონსტანტინე გამსახურდიას დიდი ხანი არ უცხოვრია. მაგრამ აფხაზურ ოდას თქვენ რომ იცოდეთ დღეს და სხვებმა რო იცოდნენ, აფხაზური ოდა ჯერ დაანგრიეს და მერე იქ ერთ-ერთი აფსუა, ანუ აფხაზი შევიდა, აღადგინა და ცხოვრობს. და ასეთი ანდერძი აქვს დატოვებული, რომ როგორც კი მოხდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა, ეს აფხაზური ოდა დაუბრუნდება დიდი კონსტანტინეს შთამომავალთ. შემოკარგება. კონსტანტინე გამსახურდია მარტო გულრიფშის რაიონში კი არ დადიოდა. გულრიფშის რაიონში, კერძოდ გულრიფში, მისი მასპინძელი იყო ხუტა სალია. ყოველთვის როგორც კი თბილისიდან ჩამოვიდოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, ბატონი ზვიად გამსახურდია ჩამოვიდოდნენ ხუტა სალიას ოჯახში და შემდეგ ისინი მიდიოდნენ გუდაუთის რაიონში, სოფელ აცში. აცის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო აიბა. აიბა ეს ის პიროვნება, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი იყო ძალიან დიდი ხანი. აი ასეთ ადამიანებთან მეგობრობდა დიდი კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიასაც აი ამ სიყვარულს უნერგავდა და ზვიადის ძალიან კარგად და მტკიცედ უყვარდა აფსუა ხალხი, ანუ აფხაზი ერი. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ეს განსაკუთრებით უნდა იცოდეს დღევანდელმა აფხაზეთის მოსახლეობამ, რომელი აფხაზეთი დღეს საქართველოსაგან განცალკავებულია სამწუხაროდ. ეს განცალკავება მოხდა იმიტომ, რომ
გვაჯობეს საქართველოს მტრებმა. საქართველოს მტრები ვინ არიან? საქართველოს მტრები აი ჩემს პერიოდში რა თქმა უნდა ყველა ის ცეკას პირველი მდივანი რომელიც თბილისში იყო შერვაშიძიდან შევარდნაძიდან მოყოლებული ყველა ისინი ასრულებდნენ კრემლის დავალებას და კრემლის დავალება იყო ერთი რამ რომ გაყავი და იბატონე და ის სწორედ კრემლი ასე ყოფდა კავკასიის მოსახლეობას ამიერკავკასიის მოსახლეობას და აი ასე ბატონობდა და ბატონობს დღესაც მე მივმართავ აფხაზეთის დღევანდელ მოსახლეობას აფსუა მოსახლეობას რომ ისინი უნდა სწავლობდნენ ისტორიას ისე როგორც აუცილებელია და საჭიროა მათ დღეს არ გააჩნიათ ნამდვილი ისტორია ისინი წერენ ყალბ ისტორიას და ყალბი ისტორიის საფუძველზე ქართველი ერის წინააღმდეგ, იბერიელი ერის წინააღმდეგ ზრდიან მომავალ თაობებს. ასეთი აღზრდა მომავალი თაობისა შედეგს არ მოგცემს დადებით. რა თქმა უნდა, უარყოფით შედეგს მოგცემს. ამიტომ ისტორია უნდა დაიწეროს, რაც იყო სინამდვილეში, რაც იყო, ის უნდა დაიწეროს, ის უნდა ისწავლებოდეს დღეს საქართველოს ყველა სკოლაში და რა თქმა უნდა თავად აფხაზეთში. მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ერთმანეთში ვეძებოთ ის სითბო, ის სიკეთე, რომელიც ჩვენს წინაპრებს ურთიერთშორის დაუთესია და ამ წარსულ ნერგზე უნდა ვაშენოთ ახალი ნამყენი უნდა ვაკეთოთ, ნამყენი წარსულ ნერგზე ახალ ნამყენს ველოდებით შეხორცებას ეს დიდი იდეა სიტყვებია და აი ამ შეხორცების შემდეგ რა არის შეხორცება? მაშინ დაჭრილი ვიყავით, დაჭრილი ვარ დღეს და ის სწორედ ჩვენ შეხორცებას უნდა ველოდოთ. როგორ რანაირად? აი ის აფხაზური ოდა უნდა გამოვიყენოთ, ეს კოლხური კოშკი უნდა გამოვიყენოთ. აი ის ჩვენი წინაპრები კარგი ისტორია უნდა გამოვიყენოთ და უნდა შევქმნათ ხვალინდელი დღე ბედნიერი დღე ჩვენი ერისა. მადლობ ყურადღებისთვის. მადლობ ბატონო დავით. თუ შეიძლება მე მინდა დავამატო. კოტე აფხაზი მისი წინაპრები იყვნენ ანჩაბაძეები. ეს ძალიან ცნობილი გვარია აფხაზეთში. იქ არის ხალხური გამოთქვა. ჯერ აჩვები ითქმის, ანუ ანჩაბაძეები, მერე ჩაჩვები, ანუ შერვაშიძეები. და მინდა შევახსენო, რომ ამ გვარმა კოტე აფხაზის გარდა 3 გენერალი გაზარდა. უამრავი სამხედრო პირი და ისინი სულ ღებულობდნენ მონაწილეობას აფხაზების აჯანყებებში რუსეთის საწინააღმდეგო. ეხლა იწერება იქ თითქოს აფხაზეთი ყოველთვის გამოდიოდა საქართველოს საწინააღმდეგოდ. ასე არ იყო. იმიტომ რომ ბოლო კონსული მაგალითად იტალიაში ანჩაბაძე იყო, მხატვარი ძალიან ცნობილი, უამრავი ეკლესია მოხატა და აი ასეთი ეს გვარი იყო გამოსახველი ეროვნულობის მეგობრობის ქართველებთან თავს თვლიდნენ ქართველებად ყვიდრად ამ მიწის ამ ისტორიის და ეხლა ეს გაყალბებული ისტორია შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ვერ დამალავ ფაქტებს. ყველა აჯანყება რაც იყო მე-19 საუკუნეში იყო რუსეთის ძალმომრეობის მიმართ და მახაჯირობაც შედეგი იყო და მხოლოდ ქართველობამ ილია ჭავჭავაძემ და ნიკო ნიკოლაძემ და სხვებმა კოტე აფხაზმა რა თქმა უნდა იცავდნენ ნამდვილ მკვიდრს ამ მიწის და კიდევ ერთი რამ მაწუხებს რომ მე გავიგე რომ აფხაზებს ვისაც უნდა საქართველოს მოქალაქეობა რატომაც არ აძლევენ და ეს მამნა ტრადიცია პირიქით და გოგა შვაცაბაია ვახსენე უდიდესი მოქანდაკეა საბერძნეთში მხოლოდ მისი ქანდაკება დგას იქ არა მიღებული სხვა ქვეყნის მოქანდაკეების დაპატიჟება და სადაც მემორიალია მოედანზე სადაც დგას ძალიან უსუსური ძეგლი მე მგონი
სვეტის შუაში, მაგრამ იქ არის შესანიშნავი ქანდაკება გოგა შვაცაბაიასი და ეს უნდა დავაფასო და თუ შეიქმნა საზოგადოება ქართულ აფხაზურ ოჯახების ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თქვენთან ერთად ალბათ რაღაცას მიაღწევენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნათესაური კავშირები. მე გითხარით რომ შინკობასაც მათ მამამთავარს ყავდა მეგრელი ულამაზესი ქალი მეუღლეთ და ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მე დარწმუნებული ვარ რომ აფხაზეთი იქნება საქართველოს წიაღში. მადლობთ. ბატონებო, ჩვენ განსაკუთრებული დღე გახლავთ. დღეს არის ცხინვალე ქართველის, გია მაისაშვილის გარდაცვალების დღე. მე გახდით უზენაეს საბჭოში მიწათმოქმედებისა და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე, შედიოდა სოფლის მეურნეობის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მიწათმოქმედების, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის შემადგენლობაში და ბატონი გია მაისაშვილი იყო იქ ჩვენი აქტიური მხარდამჭერი. დღე არ გავიდოდა რომ 2-3 საათი კომისიაში არ ყოფილიყო. ახალგაზრდა გახდათ მაშინ ყმაწვილი და მე გია დავამახსოვრდა როგორც ძალიან ენერგიული, უაღრესად კორექტული, კაი ქართველი. შემდგომ გავიდა ამერიკაში და იქ ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა, იცით თქვენ და ისე რომ ზოგიერთი ამერიკული წრეები მას მოვალ პრეზიდენტადაც მოიაზრებდნენ საქართველოში, მაგრამ ულმობელმა სენმა არ დააცალა და მე მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გია მაისაშვილის ხსოვნას. ხაზეთის საკითხზე გავაგრძელოთ და ბატონ ზურა პატარაია 5 წუთიან სიტყვა. არა ზურა არა. მე მინდა შევეხო ისევ და ისევ სახელმწიფო მშენებლობის თემას. წინა გადაცემაში ვილაპარაკე და ეს მინდა გავამახვილო. ზვიად გამსახურდიამ ერთმა კაცმა საქართველოს მოუტანა დამოუკიდებლობა. მაგრამ ამ პუჩისტებმა არაცალეს სახელმწიფოს აშენება. რა არის ეს სახელმწიფო ყველა გაყვირის ოპოზიცია პოზიცია, მაგრამ არავინ არ იძახის მის შინაარს. ეს სახელმწიფო შედგება რისგან? დამოუკიდებელი თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, კონსტიტუცია. აი ეს არ გვაქვს ჩვენ. ამიტომ ჩვენი ახალგაზრდების ჩაბმა ამ სისტემაში არის რა? ეროვნული მოძრაობის მეორე ტალღის აგორება. რომ მოვთხოვოთ ხელისუფალს, რატო არ არის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოში სასამართლო თავისუფალი და პროკურატურა პოლიტიკური. ამას თუ მივახცევთ, ჩვენს სახელმწიფოს არავის სამოთხოვნო არ დაგჭირდება იმდენი რესურსები გაგვაჩნია. აი ეს მინდა და მეთქვა. მადლობთ ბატონო. მადლობთ. შევახსენებ 92 წელს ეგრეთ წოდებულ პასტიბუგუს პარლამენტში, ანუ შევარდნაძის მიერ დანიშნულ პარლამენტში რაღაცა კონფლიქტი ჰქონდათ იქ აკაკი ასათიანს და მაშინდელ პარლამენტს და აკაკი ასათიანმა ასეთი რამე თქვა, რომ თქვენს მიერ დამტკიცებული 15 კანონიდან 14 უზენაესი საბჭოში არის მომზადებულიო და მართლაც მიდიოდა ინტენსიური მუშაობა. ეკონომიკის დარგში გივი თაქთაქიშვილი მუშაობდა, სოფლის მეურნეობაში მუშაობდით ჩვენ კომისია და სასამართლოს დარგში მუშაობდა ასევე ძალიან სერიოზული ჯგუფი. ბატონებო ლადო ჭანტურია იყო ჩვენთან მაშინ და მზადდებოდა ზუსტად სახელმწიფო სისტემები. ძირითადად აი ეს სახელმწიფოს მოწყობაზე იყო ლაპარაკი ბატონებო და
არ დაგვაცალეს სამწუხაროდ. ახლა სიტყვას გადავცემ ბატონ ირაკლი გაგნიძეს, თავისი საქმელი აქვს ბატონებო აფხაზებთან იმართებაში, სვანებთან, მეგრელებთან, კახელებთან, ქართველებთან და ყველასთან, თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან თუ ავღანეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად გადასაწყვეტ საქმეებს გთხოვთ ბატონო ირაკლი. მეგობრებო, ჩვენ რაც თავი მახსოვს, რომ თქვენ 78 წლიდან დაწყებული ენის ენაზე რუსთავაზე რო შეტაკება მოხდა, იმის მერე სულ იმ წრეში ვტრიალებ, რომელსაც სული და გული თუნდაც ქართული ერის თქვენ აყვავებთ. ჩვენ ქონდა პროექტი 1992 წელს დაშინ დაიწერა პროექტი ესეთი რომელსაც სოფლის აღორძინებაც იყო ეს იყო დამყარებული გვარიშვილობაზე, უბნელთა კავშირებზე და თავი კაცების გაერთიანებაზე, რომლებიც თვითონ ზრუნავდნენ ქვეყნის კეთილდღეობის. მე მინდა დღეს აქედან მიმართო რუსთაველზე გამოსულ აი ამ მომიტინგეებს. თქვენი ჭირიმეთ, მიხარია რამდენად გახართ, მაგრამ მიზანი არ უნდა გქონდეთ ქვეყნის გადარჩენა თქვენ შეგიძლიათ. რა გინდათ რისი არჩევნები, რა არჩევნები, რა თქვენ მადვე აირჩიეთ რეგიონების წარმომადგენლები, მათ აირჩიეთ საუბნო კავშირები, მაქედან მიიღეთ კანონები. აი პირველი მოთხოვნა რაც თქვენ უნდა დააყენოთ, რომ სოფლის მეურნეობის სოფლებს დაუბრუნეთ თავიანთი მიწები. თავიანთი სოფლის მიწები. აი მაგალითად მე ვარ წარმოშობით ჩქმერელი და ზეპირად ვიცით ჩვენი თავრობა რომ მოდიოდით პირველ რიგში გავქანდი რუკებსაც აკეთებდნენ იქ მაშინ ნემობურჭულაზე მუშაობდა გამოვართ იმას მთელი შემოხაზულება შქმერის აი ესეთი ჩააბარეთ შქმერის იქნება თუ სხვა სოფლების აქტივს ეს და უთხრათ აი ეს მიწებია თქვენი მოგვაწოდეთ ინფორმაცია რას აპირებთ და დაგაფინანსებთ აი ნახავთ მე თუ არ დაბრუნდებიან სოფელში ყველა დაბრუნდება მეც დავბრუნდები იმიტომ რომ შენ თუ ჩემი წინაპრების ოფლითა და შრომით გაჟღენთილ მიწიდან სისხლით ოფლით ის მიწა მიგაკ და რაღაცა ყიდი შედალოცულიშვილო მე რა ვქნა ანი მკახმე რა ქნა იმ მიწები რომ გაუყიდე ძროხას აძაძოოს ის ისტორიული ისეთი ქალაქები რა დამარხული რატო უნდა ათხრევიოს თვითონ ამოთხრიან თვითონ გლეხს მიეცი საშუალება რომ თავისი წინაპრების ოფლითა და სისხლით გაჟღენთილი მიწით ისარგებლოს დაუბრუნეთ მიწები ქართველებს მე ახლა ერთ რაღაცას გაჩვენებ თქვენ ამ პირობით მივედი მე არ ვაპირებდი უკვე რომ მოძრაობას ჩართო რადგან ყველგან მოგვატყვილეს მაგრამ როცა მოვიდა ბიძინა მაშინ თემატურ საბჭოში მოვიდა ის პაატა გიორგაძე წამოდი შენი პროექტები და უნდა იყოს ჩვენ გვერდით მე ვთხარი მოგვატყუებენ პაატა კიდევ მეთქი არაო და მაშინ იქ ოთახი მქონდა აი დღეს წამოვიღე ეს აი ოთახზე იყო გაკრული აი ეს რო განახოთ აი შეხედეთ ეს არის ერთ-ერთი აქარი აი ქართული ოცნება პატრიოტები სოფლად აი მაშინ სულ ყველა იქ ვინც იყო ყველა ვაპირებდით სოფელში წასვლას იმიტომ რომ ჩვენი პროექტი ქონდა ხო აი ის პროექტები გვაქვს ჩვენ ახლაც აგვაქვს და გეუნებით იმ პროექტით აი იქ რო მოითხოვეთ რომ იცით რა ასკეთვით მე რაც აი საერთოდ ყველა საქმოსას ვიც ეროვნულია ღლიტავს უშიშრობას თავის ტაქტიკა აქვს მიუჩენს თავის გათახსინებული ვითომ მას ბიზნესმენს და გააგებიებს შინაურს და მე წამოიკიდებენ და წეწავენ მეც ასე გამწეწეს სხვათა შორის აკოტრებენ ხო აკოტრებენ არის ერთი პიროვნება რომელსაც ეგრე პრესპირას რესტორანი ვახე იმას რომ 4 მილიარდი ქონდა ამოსაღები იმ კაცს ვერ იღებდა 4 წელიწად და კარგავდა რუსეთში მე შემთხვევით მოვხდი იქ ჩემი წარმოებიდან და მე ამოვაღებიეს სხვათა შორის და საქმეში ამ პროექტში ჩაგირიცხა 30%-ს მითხრა როგორც კი ფული დაიწყო ის 30% კი ღამე დააჭერინა ჩემი თავი აი ესეთი ხალხი მე პირადად მუშაობს ჩემის რესტორანი პირადად მე სახელდა გვარს კიდევ ბევრი ზვიადისტი დამიდგა აუ ჩვენ ერთ იმანთაც ფული წაიღეს იმათაც ყველამ გაღლეტაზე იმუშავა და არა ეროვნულობაზე მაგრამ რა არის ისიც ქვეყანას არ ეშველება თუ ჩვენ თვითონ არ ვიქნით წმინდა სოფლის აღორძინა ბიზნესამდე არც მივიდა ბიზნეს მე ველაპარაკე თვითონ რა გერიცოს ბიზნეს ველაპარაკე აუხსენი თავის იმასთან აუ კაი რამეაო მოიტანეო და მიუტანე ეს მოკლედ შეისამართლე ჩანათი ესე იგი
მათ 5 პროექტია გაერთიანებული. ეგ პროექტი მივიტანე კიდევ მათ ის იყო რაგვარია ის პიროვნება იყო ის რაგვარია კაცი. ხო, მინისტრად ირჩევდნენ რა. და მეუთხარი ნიკა რაგვარი ვაჩეიშვილი. მიუტანე და კაი პროექტია და ბატონო ნიკა მეუთხარი თქვენ ამ პროექტს ნუ გაიტანთ მე გამიყვანეთ და მე აუხსნი იმიტომ რომ ამ პროექტში ყველა აბზაცში 200 კითხვა მაინც უნდა დამისვათ სულით ახარ იმდენი რაღაცა ჩადებული მეთქი და არაო კაცო დავამტკიცებიებო და მე გადის 2-3 კვირა და მოდი და არაო არ გავიდაო მაგრამ გადის ამის მერე 2 თვე და ნიკას კანდიდატურა მინისტრად და ამ კანდიდატურის იმაზე სოფსტორის ის რო იყო განყოფილება მაშინ იქ გამოდის სიტყვით და ლაპარაკობს თავის პროექტად ჩემ პროექტს რასაც მე იმ დროს ვიცოდი რომ იტყოდა მაგას და მივედი და ხუხუნარიშვილს თხოვე მეუთხარი ერთი დამასწარი რა მაგას მეთქი და როცა ამას ამბობს მივდექი და უთხარი რა ბატონო ნიკა მეუთხარი მაგას მეთქი კულტურულად პლაგიატი აქვია და კახურად ვერ გაკადრებთ ერთ თქვენ საზოგადოებას მეთქი და რატომ აკეთებთ და მე გამიყვარ ბატონო ერაკი თქვენ ხო პატრიოტი ხართ და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთებს ამ პროექტს და მეუთხარი როგორ არ გიჩვენა დედა უფრო კარგად გაზდის შვილს თუ დედინაცვალი მეთქი აი ეს არის ეს კბილებით უნდა დაიცვა შენი პროექტი მეთქი ამიტომ მე არასდროს გაჩვენებას არ ვიპირ ყველას ვინც კი მე ბიზნესში იციან ახლა რო გადამომატყილა და ჯერ ეროვნულობით შეუმეძრო და მე რო ტყავი გამოდრო ყველა სახელებს დავახსნე მე ვთხოვ მაგათ რომ სასამართლო მომიწყვეთ მეთქი ვეუნები და სასამართლოს არ მიწყვე იმიტომ რომ იციან რომ სასამართლოში ყველა გამწყდება როგორც საჭიროა ისე მე ერთ რამეს გეუნებით კიდევ რა არავისია დაგვიჭირეთ ხარი გავიდეს ეს პროექტი ეს არის 5 პროექტის გაერთიანება და გარანტიას გაძლევთ რომ ჩვენ ერთ წელიწადში ჩვენ სოფლებს ვერ იწვევთ და 100,000 სამუშაო ადგილს ვდებ მაგრამ თქვენ არ გინდათ რა არ გინდათ იცი რომ ხალხი ვიტყვეთ გაძლიერდეს ქართველიერი მე ამას ვხედავ თორემ ერთი ლექსი მაგეგერ კაი ლექსი მაქვს ის როცა ქვეყანას აბარებს სულელს ის წაიკითხეთ ჩემ გვერდზე არ ზოგი სხვას მიიღებს ზოგი სხვას მიიღებს და თქვი ბარე რა იქ წაიკითხო ნაგერ თქვი როცა ქვეყანას აბარებ სულელს საყირავებლად ამზადებ ურევს რომ აი რომ გაიადვილოს მართვის უფლება ის სულელი ირჩევს თვის მოადგილედ ის ირჩევს სულელს სულელს ეშმაკი წყრარად ახურებს ღუმელს ღუმლის კარები ერთია ერთი ურწმუნ მორწმუნეს ჩაფერფლავს უცებ დამავიწყდა მადლობ ბატონებო მე გახლავართ ამჟამად კარგი იყო და სოფლის მეურნეობის საწყისი კარგი იყო და ბოლოს კარგი იქნება კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე მე ვთქვი და კიდე გავიმეორებ ბატონებო ზიად გამსახურდიას ხელისუფლებას მთელი 1 წლის განმავლობაში მუშაობდით ჩვენ საქართველოსთვის იურიდიული კანონებისა და სახელმწიფოს შექმნის სტრუქტურების საფუძვლების ჩაყრაზე ეს ყველაფერი ჩვენ გათვალისწინებული ვქონდა დაახლოებით ისეთივე ტიპის სოფელი უნდა აგვეშენებია როგორც არის დაუშვათ დასავლეთ ევროპაში ვთქვათ დანიაში თავის გლეხს 4-ჯერ მეტ ფულს უხდის სახელმწიფო ტონა ხორბალში ვიდრე მსოფლიო ბაზარზე. ამით ის ამბობს რომ არა ვარ დამოკიდებული სხვა ქვეყნის მოსავალ არ მოსავლიანობაზე, ჩემი გლეხი მყავს გარანტირებული. ასევე ბატონებო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი გახლავთ სადღაც 11-12%, 30% ამერიკის ბიუჯეტის ეს არის ტრილიონობით დოლარი ეხმარება სოფლის მეურნეობას. ეს არის გარანტირებული შესყიდვა, კომუნიკაციები, შეკვეთები წინასწარ და მსგავსი რამე საქართველოში უნდა ყოფილიყო, ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა ყოფილიყო სოფელში იმ დონეზე ძალად მარცხონეს რო იწყიან ხოლმე
გლეხს უნდა ქონოდა დიდი დახმარება და ცოტა იძულებაც კი რომ ემუშავა და არ გატყოფილიყო სოფელი ჩვენთან არ დაგვაცალეს და დღეს ბევრს უნდა საქართველოს მიტაცება ერთ-ერთ ჩვენ გამოსვლაზე მე ვთქვი რომ დღეს არის ჩვენი მეზობლებისთვის საუკეთესო შანსი თავიანთი საუკუნო ოცნება აიხდინონ საქართველოს ხარჯზე გავიდნენ ზღვაზე მიიტაცენ ტერიტორიები და სამწუხაროდ შევარდნაძის სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლება ამ საფუძველს მათ უქმნის ასე რომ ერთადერთი გამოსავალი არის ბატონებო კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების დაბრუნება და ყველაფერი იქნება ნორმალურად. მადლობთ ბატონებო, დღევანდელი ჩვენი გამოსვლა დამთავრებულია. კიდევ საქართველოს კიდევა დიდ ვიარს და მერაბს. დიდი მადლობა. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, ვინც გვილაიქებს და მაქსიმალურად გთხოვთ, რომ გააზიაროთ, რომ საზოგადოებამ ნახოს. შემდეგ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც წამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ის ეკოლოგიური კატასტროფა, რაც ხდება დასავლეთ საქართველოში, ამ საკითხსაც შევეხებით. სოფლის მოსახლეობას თანავუგზნობთ და იქ დაღუპულებს და გარდაცვლების ოჯახებს. დროებით დაგემშვიდობებით, მეგობრებო.